NASA-ს მავალმა პერსევერანსმა სხვა პლანეტაზე ყველაზე გრძელი სვლის რეკორდი დაამყარა. მავალი პერსევერანსი მარსზე ისე დადის, როგორც არცერთ სხვა მავალს არ უვლია. 19 ივნის 6 თვლიანმა მკვლევარმა ოფიციალურად დაასრულა ყველაზე გრძელი სახმელეთო მოგზაურობა, რაც კი რომელიმე რობოტულ აპარატს გაუვლია სხვა პლანეტაზე. ერთგასვლაზე მავალმა მარსის ქვიან ზედაპირზე 411 მეტრი გაიარა. შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ კოლეგა კურიოზიტის და ოპორტიუნიტისგან განსხვავებით, რომლებიც ლოგოკინასავით ნელა დადიან, პერსევერანსი ნამდვილი სიჩქარის დემონია. ამის მიზეზი ისაა, რომ პერსევერანსს თვითმავალი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რომელსაც შეუძლია დაამუშავოს და გაანალიზოს ფოტოები, მაშინაც კი, როცა მისი ბორბლები ბრუნავს. თუ შევადარებთ წინა მარს მავლებს, რომლებიც ასევე NASA-ს ეკუთვნის, კურიოზიტისა და ოპორტიუნიტის, ისინი ამისათვის უნდა გაჩერდნენ, ფოტოები გადაიღონ, შემდეგ ინფორმაცია დაამუშავონ და ამის მიხედვით აირჩიონ კარგი გზა. პერსევერანსი წითელ პლანეტაზე 2021 წელს დაჯდა და მას შემდეგ საკმაოდ ბევრი იარა. სხვა პლანეტებზე გაგზავნილ მავალებს შორის ყველაზე გრძელი გზა მარსზე 2024 წელს დამჯდარმა ოპორტიუნიტიმ გაიარა, ჯამში 40 კილომეტრზე მეტი. პერსევერანსის შესაძლებლობები გაცილებით გაუმჯობესებულია. 2021 წლიდან დღემდე მას უკვე თითქმის 36 კილომეტრი აქვს გავლილი. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.